რუსეთი 2024 წლის მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, რომელზეც დასავლეთმა 20,000-ზე მეტი შეზღუდვა დააწესა. განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ. მაგრამ იმუშავა თუ არა ამ სანქციებმა ისე როგორც ვარაუდობდნენ და რეალურად ჰქონდა თუ არა ამ შეზღუდვებს უპრეცედენტოდ დამაზიანებელი შედეგი რუსეთის ეკონომიკაზე. ამ ვიდეოში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, ამიტომ გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. რუსეთის სანქცირება პირველად 2012 წელს მაგნიცკის აქტით დაიწყო, რომელიც მოჰყვა სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალებას. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა 18 ოფიციალურ პირს, რომლებიც მის სიკვდილზე პასუხისმგებლად ითვლებოდნენ. სანქციების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რომლის შედეგადაც შეიზღუდა რუსეთთან ვაჭრობა და თანამშრომლობა სამხედრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროპის საბჭოში და დასანქცირდნენ ომთან და სეპარატიზმთან დაკავშირებული პირები. ჯამში 2022 წლის თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ დაახლოებით 2700 სანქცია მოქმედებდა, თუმცა ეს რიცხვი უკრაინის ომის შემდეგ დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. დღეს სანქცირებულია 7000-მდე იურიდიული და 13000-მდე ფიზიკური პირი. 50-მდე მონაწილე ქვეყნიდან კი ყველაზე მეტი სანქცია შეერთებულ შტატებს აქვს დაწესებული. სანქციები მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას, სავაჭრო ემბარგოს, ინვესტირების შეწყვეტას, მთავრობის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების გაყინვა კონფისკაციას, რუსეთის მთავრობის ფასიანი ქაღალდების ყიდვის აკრძალვას, ბანკების SWIFT-დან გათიშვას და ასევე შეზღუდვებს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. ეს სანქციები მასშტაბით ნამდვილად უპრეცედენტოა თანამედროვე ისტორიაში, თუმცა მცდელობის მიუხედავად მას მაინც აქვს თავისი ლიმიტები. თეორიულად სანქციები ყველაზე ეფექტიანად მაშინ მუშაობს, როცა ისინი გლობალურ ხასიათს ატარებს. მაგალითად დაწესებულია გაეროს მიერ. თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთი და ჩინეთი, რომელიც რუსეთის მოკავშირედ ითვლება, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ნებისმიერ ინიციატივაზე აქვთ ვეტოს უფლება, ვერ მოხერხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სანქციების უმეტესობა დასავლეთის ქვეყნებიდან მოდის, რაც გარკვეულწილად ზღუდავს მათ გლობალურ ეფექტიანობას. სანქციების რეჟიმში არაერთი ხარვეზი არსებობს და ნაწილობრივ რუსეთმა შეძლო მათი სრული ეფექტის თავიდან აცილება, შემოვლითი გზების გამონახვით თუ სხვა დამატებითი გზებით. ელიტებმა შეძლეს საქონელზე დაწესებული შეზღუდვების გვერდისავალ ცენტრალური აზიის ქვეყნების მეშვეობით თუ არა პირდაპირი ექსპორტით. მაგალითად, ყაზახებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ვაჭრობა რუსებთან. 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ყაზახურმა კომპანიებმა რუსეთში $575 მილიონ მეტი ღირებულების ელექტრონიკა ექსპორტზე გაიტანეს, რაც 18%-ით მეტია 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან ერთად, ბევრი დასავლური კომპანია არ დაემორჩილა სანქციებს და აგრძელებს რუსეთში ბიზნესის კეთებას. 2023 წელს Financial Times-ის მიხედვით 100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა სანქციების არიდება. ამიტომ 10 წლიანი სანქციების პირობებში რუსეთის ეკონომიკამ გარკვეული მდგრადობა გამოიმუშავა და იმაზე მეტი გამძლეობა აჩვენა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მართალია, ომის პირველ პერიოდში რუბლი გაუფასურდა, მაგრამ 2022 წლის ივლისში ის იმაზე მეტად გამყარდა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო. ამავე წელს რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევიდა და მთლიანი შიდა პროდუქტი 1,44%-ით შემცირდა. თუმცა უკვე 2023-24 წლებში სწრაფად აღადგინეს რდის ტემპი და 4,1%-იან მატებას მიაღწია. ამ მაჩვენებლებით რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მსხვილი ეკონომიკაა და შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირსაც კი აღემატება. მაგრამ როგორ შეძლო რუსეთმა ეს და შესაძლებელია თუ არა ამ ტემპის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნება. სანამ ამაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი ცნობისთვის და დაეხმაროთ ჩვენს დამოუკიდებელ ინიციატივას. თუ ჯერ ეს არ გაგიკეთებიათ. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. ომის პერიოდში სახელმწიფო ხარჯები ბუნებრივად იზრდება, განსაკუთრებით სამხედრო სექტორის დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგრამ დანახარჯების ზრდასთან ერთად საჭიროა შემოსავალიც, რომელსაც რუსეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან იღებს. რუსეთს
ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის მარაგი აქვს მსოფლიოში და დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებს, რის გამოც ის მსოფლიოში სიდიდით მესამე მწარმოებელია შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის შემდეგ. შესაბამისად, ნავთობის გაყიდვებიდან რუსეთის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შედის, როგორც გაყიდვების საკომისიოდან, ისე ნავთობ კორპორაციების დივიდენდებისაგან, როგორიცაა მაგალითად გაზპრომი. მაგრამ როგორ მოხდა ისე, რომ რუსეთს 20,000-მდე სანქცია დაუწესდა, მაგრამ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა მაინც სათანადოდ არ შეეზღუდა. ამას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ნავთობის ფასის სტაბილურობა წარმოადგენს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ გლობალური ბაზრის სტრატეგიულ პრიორიტეტს. სწორედ ამიტომ დასავლურმა ქვეყნებმა აირჩიეს კომპრომისული მიდგომა. მათ არ აუკრძალეს რუსეთს ნავთობის გაყიდვა, არამედ დაუწესეს ფასის ზღვარი, რათა თავიდან აეცილებინათ გლობალური ბაზრის შოკი და ნავთობის ფასების უკონტროლო ზრდა. ამ რეჟიმის შესაბამისად, რუსეთს თითო ბარელი ნავთობი $60 უნდა გაეყიდა, მაგრამ ეს ფასი მაინც აღემატება ომის წინანდელ ფასს, ამიტომ რუსეთი მაინც იღებს მოგებას. სულ ახლახანს ევროკავშირმა დაიწყო საუბარი $60 ლიმიტის $45-მდე ჩამოყვანაზე, მაგრამ ჯერ სანქციების განახლებული პაკეტი მოლაპარაკებების პროცესშია. მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს რუსული გაზის შეძენა. 2021 წლის მონაცემებით ევროკავშირი გაზის 40%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. დაახლოებით 20%-ს ნორვეგიიდან, ხოლო შეერთებული შტატებიდან მხოლოდ 5%-ს. თუმცა 2024 წლისათვის რუსეთიდან გაზის იმპორტი ევროკავშირში 11%-მდე შემცირდა, ნორვეგიის წილი 33%-მდე გაიზარდა, ხოლო ამერიკის 16.5%-მდე. თუ ევროპამ მოახერხა გაზის ახალი წყაროების მოძიება, რუსეთმაც იპოვა ახალი მომხმარებლები. ჩინეთმა, რომელიც ისედაც ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია რუსეთის ენერგორესურსებისა და მინერალების, კიდევ უფრო გააღრმავა პარტნიორობა. სანაცვლოდ ჩინეთი რუსეთს აწვდის ჩიპებს, ანუ ნახევრად გამტარებს და სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც საჭიროა იარაღის წარმოებისათვის. ასევე ინდოეთი. თუ 2022 წლამდე ინდოეთი რუსული გაზის მხოლოდ 2%-ს ყიდულობდა, დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35-40%-ს აღწევს. ამიტომ, როგორც დასაწყისში ვახსენე, სანქციები ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობით ბევრად ეფექტური იქნებოდა, მაგრამ სანამ ნავთობის მყიდველი ჰყავს რუსეთს, მისი ეკონომიკური გაკოტრება რთული ამოცანა იქნება, რასაც მესამე მიზეზამდე მივყავართ. ნავთობი არის უნივერსალური სტრატეგიული რესურსი და გამოიყენება არა მხოლოდ საწვავად, არამედ მრავალი სხვა პროდუქტის წარმოებაში. მისი მოქნილობაც აჩენს შესაძლებლობას, რომ რუსეთმა გამონახოს სტრატეგიული ხვრელები და სანქციების გვერდისავლით გააგრძელოს ნავთობის ექსპორტი. მაგალითად, კრემლმა დასავლეთ ევროპის მიმართულებით მილსადენით ნავთობის ექსპორტი ჩაანაცვლა ტანკერებით სხვა ქვეყნებში გადაზიდული ნავთობით, ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით. ეს გემები ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული ფიქტიური კომპანიების სახელზე. მოგზაურობისას ხან თიშავენ სატრანსპორტო იდენტიფიკაციის სისტემას, AIS, რათა დაემალონ მონიტორინგის სისტემას. და ასეთი გემების რაოდენობა 1000-ს აღემატება. ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე ამერიკამ სანქციები დაუწესა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობ კომპანიას, რაც მიზნად ისახავდა უკრაინის პოზიციის გაძლიერებას მომავალი მოლაპარაკებებისათვის. თუმცა ეს ნაბიჯი ბევრისთვის იყო სიგნალი იმისა, რომ ამერიკას დიდი ხანი ჰქონდა ინფორმაცია რუსეთის სანქციების არიდების ხერხებზე და ეს ნაბიჯი უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ნავთობის გაყიდვებთან ერთად კრემლმა საკმაოდ გონივრული მონეტარული პოლიტიკა გაატარა ეკონომიკის სამართავად. ომის შემდეგ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა, რაც რუბლში დანაზოგების შენახვას უფრო მომგებიანს ხდიდა. ამ ნაბიჯმა კრემლს საშუალება მისცა შეეჩერებინა კაპიტალის მასობრივი გადინება ქვეყნიდან. ლოგიკურად, როდესაც რუბლში ფულის შენახვა უფრო სასარგებლოა, მომხმარებელიც უფრო მეტ ფულს რუსეთში დახარჯავს. ამასთან ერთად მთავრობამ დააწესა მკაცრი ლიმიტები უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე. აუკრძალა უცხოურ ინვესტორებს რუსული აქტივების გაყიდვა და აიძულა ექსპორტიორები თავიანთი უცხოური ვალუტის შემოსავლის 80% რუბლში გადაეყვანათ. ამ ზომებმა კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა, ინფლაცია მართვა ცხვარზე ჩამოიყვანა და გაამყარა როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესების თავდაჯერებულობა რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობაში.
მაგრამ მსგავსი ეკონომიკური მიდგომა შეიძლება იყოს არასტაბილური და გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანის მომტანიც, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. რუსეთის სამხედრო სექტორის ბუმი ასევე ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ქვეყნის ეკონომიკა წარმატებით ფუნქციონირებს. 2024 წლის აპრილში, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტანკების საწარმო მოინახულა, მან თავი არა გეგმის შესრულებით, არამედ მისი გადაჭარბებით მოიწონა. ასევე ხაზი გაესვა, რომ ერთ წელიწადში 1200 ახალი თანამშრომელი აიყვანეს, რომლებიც მონაცვლეობით პრაქტიკულად შეუსვენებლად მუშაობენ. ასეთი წარმოების ტემპის შესანარჩუნებლად ბუნებრივია, საჭიროა დიდი რაოდენობით კადრი. სწორედ ამ ტენდენციის შედეგია ისიც, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში ომის პერიოდში დაახლოებით 9 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ათასობით პოზიცია დაემატა უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში. ჯარისკაცებს ომში წასვლის სანაცვლოდ ბონუსებს თავაზობენ და სიკვდილის შემდეგაც კი მთავრობა მათ ოჯახებს კომპენსაციას აძლევს. Business Insider-ის მიხედვით, რუსი ჯარისკაცების ოჯახებზე გათვლილი დანახარჯები რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის 6%-ს წარმოადგენს. შედეგად, რუსეთის ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 2.5%-მდე დაეცა. რაც ერთი შეხედვით დადებითი მოვლენაა, მაგრამ რა ხდება ამ დროს ეკონომიკის სხვა ნაწილში? დღეს რუსეთში არის ეგრეთ წოდებული ომის ეკონომიკა, რაც გულისხმობს მთლიანად სახელმწიფოს სამხედრო პრიორიტეტებზე მორგებას და არა მდგრად ზრდაზე ან დივერსიფიცირებულ განვითარებაზე. სამხედრო სექტორის განვითარებაში კი ტრიალებს სახელმწიფო და არა კერძო სექტორის ფული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არც ისე მომგებიანია. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა 2.5%-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტია. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ათასობით მოქალაქე ომში იღუპება ან ფრონტზეა მობილიზებული. ვლადიმერ პუტინმა გასულ წელს ისიც განაცხადა, რომ რუსეთში კადრების სიმწირეა, რაც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. შრომის ბაზარზე მუშახელის კლება ხელფასების ზრდას იწვევს, რადგან როცა კადრი ცოტაა, დამსაქმებლებს მათი მოზიდვა უფრო მაღალი ხელფასით უწევთ. და სწორედ ამიტომ 2023 წლიდან 2024 წლამდე რუსეთში ხელფასები თითქმის 20%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციასაც კი აჭარბებს. ანუ წესით რუსები დღეს უფრო მაღალშემოსავლიანები უნდა იყვნენ ვიდრე ომამდე, მაგრამ საქმე არც ასე მარტივადაა. თუ სამხედრო სექტორში ხარ, ტანკებს, იარაღსა და თავდაცვით ტექნოლოგიებს აწარმოებ, მაშინ შენი შემოსავალი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაგრამ თუ მაგალითად მანქანებს ყიდი და ავტოდილერი ხარ, დიდი ალბათობით კარგავ თანამშრომლებს, ან იძულებული ხარ ხელფასები გაზარდო, მაშინ როცა შენი კომპანიის შემოსავალი არ იზრდება. ამ დროს კომპანიებმა შეიძლება მიმართონ საბანკო სესხს, რომ მოგება დააკომპენსირონ და ხარჯები გაიზდუმრონ. მაგრამ როგორც დასაწყისში ვახსენე, დღეს რუსეთში საპროცენტო განაკვეთი 20%-ს აღემატება. გაზრდილ ხელფასებთან ერთად კიდევ კოლოსალური საპროცენტო განაკვეთის გადახდა გაყიდვების სტაგნაციის ან კლების ფონზე კი ფაქტიურად გაკოტრების რეცეპტია. ამიტომ 2025 წელს კორპორატიული გაკოტრების შემთხვევები რუსეთში 20%-ითაა გაზრდილი და 200-ზე მეტი სავაჭრო ცენტრი დახურვის პირასაა. ამიტომ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ომის დასაწყისში მუშაობდა, 3 წლის შემდეგ სისტემურ პრობლემად გადაიქცა. თუ გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 3.5-4%-ით გაიზარდა, 2025 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 0.5-1.5%-ია. სამხედრო სექტორისათვის საჭირო ქარხნები უკვე აშენებულია და ომის ეკონომიკაზე გადასვლა ფაქტობრივად დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში განვითარების ან ზრდის პოტენციალი თითქმის ამოწურულია. შესაბამისად, ვერც ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება მეტად. ომის პერიოდში გაზრდილმა დანახარჯებმა ასევე გაზარდა მოთხოვნა პროდუქციაზე, რომელსაც მიწოდება ვერ დაეწია, რის გამოც რუსეთში დღეს ინფლაცია დაახლოებით 10%-ია. ფასების ზრდა განსაკუთრებით შეეხო პირველადი საჭიროების საკვებს. პური 12%-ით გაძვირდა, კარაქი 30%-ით, ხახვი 33%-ით, ხოლო კარტოფილი თითქმის 73%-ით. ამ ვითარებამ გამოიწვია სურსათის მაღაზიებში ქურდობის ზრდაც. მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ასევე დააზარალა ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაგალითად, ბევრისთვის ბინის ყიდვა ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი გახდა. შეიძლება შორიდან ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკა ვითარდება, მუშახელზე მოთხოვნა იზრდება და ხელფასებიც იზრდება, მაგრამ ეს მოხდა სამხედრო სექტორში.
ეკონომიკის სხვა ნაწილი ისევ კრიზისშია. ანუ ომმა და სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზეა. ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი რესურსი აქვს, მათ შორის შეუძლია საშემოსავლო გადასახადების გაზრდა ბიუჯეტის გასაზრდელად, რომ ომის დაფინანსება გააგრძელოს, თუმცა ამგვარი მიდგომები უსასრულოდ ვერ გასტანს და რღვევებს გამოიწვევს, რომლის ნიშნებიც უკვე ჩანს. სწორედ ამიტომ ომის დროულად დასრულება რუსეთის ინტერესებშიცაა. თქვენ რას ფიქრობთ? იყო თუ არა დასავლეთის სანქციები ეფექტური და კიდევ რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას? გამიზიარეთ კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს კი განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი არხის გამომწერებს და ერთგულ მაყურებელს, რადგან სწორედ თქვენ ეხმარებით ჩვენი დამოუკიდებელი ინიციატივის განვითარებას. თქვენ კი თუ ახალ ინფორმაციას იღებთ ჩვენი ვიდეოებიდან, მაგრამ არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ და დაგვეხმარეთ განვითარებაში. უფრო მრავალფეროვანი კონტენტისთვის და მეტი ინფორმაციისთვის კი გამოვყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. თქვენ კი არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე.